საერთო სახალხო პროტესტის 57 დღესაც რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა წერტილში შეკრებულთა მოთხოვნები არის კვლავ უცვლელი. ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება საპატიმროო დაწესებულებებიდან. დღეს თბილისში, ისევე როგორც გასული დღეების განმავლობაში, არაერთი საპროტესტო მარში გაიმართა, მათ შორის ცოტა ხნის წინ იმ მარშს, რომელსაც ჩვენ გამოვყევით, იყო ვალდორფელების მარში, ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებულთა, მოსწავლეთა, მათ მშობელთა და პედაგოგების მარში, რომლებიც ერთმანეთს აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროინტეგრაცია არის დასაცავი და საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, არის დარღვეული, ასევე დარღვეულია ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ყველა ის ძირითადი უფლება, რომელიც წესით გარანტირებულია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო დოკუმენტის კონსტიტუციის თანახმად. აქციის მონაწილეებმა უკვე გადმოინაცვლეს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. გზად მათ მოყვებოდათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან საფეხმავლო ზოლზე, ეგრეთ წოდებულ ტროტუარზე, თუმცა ამის მიუხედავად აქციის მონაწილეები საპოლიციო დანაყოფების მითითებებს არ დაემორჩილნენ და განაცხადეს, რომ მათი რაოდენობა საკმარისი იყო საგზაო მონაკვეთის გადასაკეთად. ადგილზე ცირესიტყვიერი დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის, თუმცა ამას არ მიუღია ფართომასშტაბიანი დაპირისპირების ხასიათი. ამ წუთისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი არ არის, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს წინ უშუალოდ ცენტრალურ ნაზვისხესთან კვლავ იმყოფებიან აქციის მონაწილეები და მათ უერთდებიან რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მხრიდანაც სხვადასხვა მარშის მონაწილეები, მათ შორის დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაგმილია ფარმაცევტთა მარშიც, ასევე აქციის მონაწილეები არიან შეკრებულნი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც. იქ შეკრებულთა მოთხოვნები არის ასევე უცვლელი, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება და დამატებითი მოთხოვნები არის ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის გადაყენება თანამდებობიდან, ასევე ისინი მოითხოვენ დღის ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს დაუშვებელია გასართობი გადაცემების გაშვება დღის ეთერში. შეგვიძლია ჩვენ იმ მოქალაქეთა კომენტარებს მოусმინოთ, რომლებიც დღევანდელ საპროტესტო მარშში მონაწილეობდნენ. ეს არის 57 დღე, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება გახდეს 157 დღე, მაგრამ ჩვენ მაინც აქ მოგიწევს ალბათ დგომა, იმიტომ რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ეგრეთ წოდებულ მთავრობას შეუძლია უკან დაიხიოს და უკან უნდა დაიხიოს აუცილებლად, იმიტომ რომ მათ ეს უნდა გააკეთონ ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, მაგრამ ჩვენ უკან ვერ დავიხიოთ. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი დღე იქნება. აქ პლაკატზე ხედავთ, რომ ეს ჩვენი ვალდორფის პედაგოგიკა ეფუძნება ევროპულ საწყისებს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპიდან, ამერიკიდან, მათ ძალიან დიდი საფრთხე შეექმნება. ჩვენი პედაგოგიკაც თავის ზოზე ევროპელებმა დააარსეს წლების მანძილზე. ახლა ჩვენ ვარ დამოუკიდებლები, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავი ვატაროთ, მაგრამ სხვებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, ამიტომ ევროპულ მომავალშია ჩვენი განათლება. ამის გარეშე წარმოუდგენელი უბრალოდ ვერ ვიარსებებს. საქართველოს მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია, იმიტომ რომ ევროპა არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის განვითარების, საუკეთესო განათლების მიღების, ადამიანის როგორც უმაღლესი ღირებულების მნიშვნელობის და გვეკუთვნის ეს ევროპული მომავალი. ვიმსახურებთ ამას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის მომავალი, რაც ყველა ბავშვისთვის აუცილებელია. ჩვენ როგორც ვალდორფის პედაგოგიკის წარმომადგენლები მართლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები და ამ თავისუფალ ადამიანებს სჭირდება ზუსტად რომ ევროპული ღირებულებების ქვეყანა. ის მასწავლებლები, რომლებიც დღეს ასწავლიან ბავშვებს, ის აღმზრდელები, რომლებიც დიან ბავშვებს არიან ევროპელები, ევროპული ღირებულებებით. ის ბავშვები ზრდებიან ევროპულ გარემოში, იმ სიყვარულით, რომელიც მოდის კაცმოყვარეობით, მიტევებით, განათლებით, ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ ევროპაში უკვე. უბრალოდ ახლა ამ მოცემულობას სჭირდება დაცვა, იმიტომ რომ ორი ჯერზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ
ეს ყველაფერი წაართვას ქართველ ხალხს, მოსახლეობას. ამიტომ დღეს უკვე მე რამდენი დღე 40 დღეს გადაცდა ის პროტესტი. ეს პროტესტი არის ხმა ქართველი ხალხის, რომელიც შედგა როგორც სამოქალაქო საზოგადოება და დღეს ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვართ ევროპა, უბრალოდ იმ უსუსუმცდელობას ხელისუფლების მხრიდან უწევთ წინააღმდეგობას, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. რამდენიმე წამის წინ აქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შეასრულეს ასევე საქართველოს ეროვნული ჰიმნი და ჰიმნით მოვიდნენ ისინი ფაქტობრივად რესპუბლიკის მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის შენობის მდებარე ტერიტორიამდე. 57 დღე ასეთი სურათია რუსთაველის გამზირზე განსხვავებული ასაკის რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულების ასევე პროფესიის მიუხედავად მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოს მდებარე ტერიტორიაზე და შეიძლება ითქვას თბილისთან ერთად ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმიც გახდა საპროტესტო აქციები ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი. პროევროპული აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ დაშლას მანამ სანამ არ შესრულდება ორი მთავარი მოთხოვნა და მანამ სანამ ყველა პატიმარი არ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს.